2000 ლარად call center-ში, რავი, რატო არ იმუშავებდი? რო არ მქონდეს სამსახური და შემოსავალი 2000 ლარად 2000 ლარად ყველაფერზე იმუშავებდი შეჩემ, რაც ის არის. ლეგალური რაც არის და ეხა ის რა შეჩემ. ანუ call center-ებში ტატო იმუშავებდი 2000 ლარად. ლეგალური. ეს რა მომიჭრათ. ანუ იმის რა ინტერნეტ პროვაიდერის call center-ში 2000 ლარად დატოვარ იმუშავებდი შეჩემ. ბიჭო, გავიგე რომ საშინელებაა, მაგრამ სამსახური თუ არ აგეთ ხელფასი 2000 ლარი ცოტაა ხელფასი. გამარჯობა, გენეცვალე, გამარჯობა. გამარჯობა. ესა მაგთი სწორად მოხვდი? კი, დიახ, დიახ. ინტერნეტი რატო არ ამაქვს? ყალებო თქვენა. მისამართზე რა მისამართი არ იცი რომ გირეკავ არ ფიქსირდება, ეხა ჩახედე მა. არ ფიქსირდება ქალბატონო, რომ ითხრათ მისამართი. რა ქალბატონო, ეგეც ვერ გაგირჩევია და რას გაარჩევ შენ? აბა შეყალო სილკია მაგთი არა ჩემი ყალე სილკში რეკავ სილკში. ხო და შენი სახელი დაგვარი მითხარი ჩამაწერინე ეხა. როგორ მომმართე? მე ვიწერდი ეხა. ბიძინა ბარათაშვილი. აი ეხა დაურეკავ მე. დარეკე სილკში და ბიძინა ბარათაშვილი ეკითხე. 2000 ლარიან სამსახურს დაემშვიდობე. დაემშვიდობეი. ჩემი ახედა. ორი წამი ვერ შეიკავა რომ ეთამაშა call center-ის ის არა, call center-ი რა იყო. შეჩემა ეგრევე ყლეო და მიწოდე და ეგრევე. მე? ო. მე დაგიძახე ჯერ? ო, მე ქალბატონო თქო და გაბრაზდი შეჩემა.